Okay, ვიწყებთ განხილვას ბატონო. ეს არის ახალი ქრონოგრაფი ინგლისური MK4. Так, რისგან შედგება? ნუ მაკულატურა გასაგებია, სხვათა ეს მაკულატურა კიდე რაღაცით მოყვება. არგუნა ესენი. ნუ აქ ბევრი სხვადასხვა ინსტრუქცია წერია. სხვათა შორის მოყვარულებს შეგიძლიათ იკაიფოთ თელ სქემაზე. იმედი ვიღაცა მაინც დაждებით და გააკეთეთ მერე. ერთხელ ნორმალ ქართულ ქრონოგრაფს. მანამდე გადავიდეთ თვითონ ქრონოგრაფზე. შედგება 3 ნაწილისგან თვითონ ქრონოგრაფი. ლულაზე მისამაგრებელი ასე ვთქვათ. ნაკლებად საინტერესო, მაგრამ ერთ მხრივ საჭირო დეტალი. ლულის გასწვრივ ქრონოგრაფის გასასწორებელი. საინტერესო ფაქტი არის, ნუ დასახელება. დიდი არაფერია. ნუ პლასმასი ახლა ჩინურია და ალბათ ხვდებით რომ რაღაცაში უნდა გამოიყენოთ, ამიტომ სახაზავით დაიტანა ეს. პლუს რატომღაც ჩამონტაჟებულია. რაშია საჭირო კაცმა არც, მაგრამ ფანარი გვაქვს. კარგით, ახლა მუშაობის პრინციპი როგორ არის? ახლა სხვათა შორის დააკვირდით ამას ხედავთ, თავისი რაღაც პაზები აქვს ქვემოდან გამოჭრილი, ზუსტად იგივე პაზებია, აი აქაც გამოჭრილი. სხვანაირად, ანუ უყუღმა ზემოთ ატრიალებულს ვერ ჩადებთ. ახლა როგორ ვიწყებთ მუშაობას? ამისათვის საჭიროა შემდეგი რაღაც. ავიღოთ ეს ქრონოგრაფი, ხედავთ, აქაც ჩაჭრილია გარკვეული ზღვრები და ამასაც თავისი ჩაჭრილი ადგილები გააჩნია. ეს ორი დეტალი ერთმანეთთან შევაერთოთ და ჩავსვათ. მიახლოებით რა ვიცი როგორც მოისურვებთ, თქვათ, აი ესეთ ვარიანტში ჩავსვით. ეხლა ჩვენ გვჭირდება თვითონ ლულა, იმისათვის რომ ეს ყველაფერი მივამაგროთ. სხვათა შორის ცუდი ის არის, რომ ქრონოგრაფი კაი გაკეთებულია. მთელი აღწერები მოყვება, მაგრამ არ აქვს გათვლილი ლულაზე ფიზიკურად დასამაგრებელი საშუალება. ნუ მე ტესტებისას ვიყენებდი ჩვეულებრივ სკოჩს, თეთრს, ქაღალდისას. რა, ვისაც რა გინდათ შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, თქვათ, პლასმასის მისამაგრებელი ღერძები. შემდეგ იმისაც რომ ნახოთ, სწორედ ადგა თუ არა ლულის ჭრილი ქრონოგრაფთან, ნუ შესაბამისად ერთი და მეორე დაჭიკი რო არ გავაფუჭოთ. ამისათვის საჭიროა სწორედ აი ეს დეტალი, რომელსაც აი გზემოთა ნაწილში აქვს 3 სხვადასხვა ზომის ჩანათალი. ნუ შესაბამისად 4.5, 5.5 და 6.35 მმ-იანი ლულისთვის. ახლა როგორ ვიყენებთ ამას? ვიღებთ, ვარჯობთ პირველ ბუდეში, გავდივართ გაღმა და ნახულობთ და ემთხვათ თუ არა ლულის ხრელს. როგორც ხედავთ, აქ პატარა აცდენა გვაქვს. ამიტომაც საჭირო ეს ხერხი ცოტა ამოვწიოთ, ნახოთ ახლა. ბატონო დაგვემთხვა, შევწიოთ კიდე. აჰა, ზუსტად შედის. ეს არის. ამ შემთხვევაში ხა გვინდა აი ეს პატარა ჭანჭიკი, რომელსაც მოუჭერთ და ამით ვაფიქსირებთ აი დეტალს, რომ შესაბამისად ზემოთ ქვემოთ აღარ დადიოთ. შესაბამისად შემდეგ საჭირო უბრალოდ აი ეს ორი, ანუ ლულა და დამჭერი დაამაგროთ და შემდეგ უკვე თვითონ ქრონოგრაფი მიმაგრებული იქნება ლულას. ამ ოპერაციის შემდეგ, ნუ რა თქმა უნდა, ეს დეტალი საერთოდ უნდა მოვაცილოთ. აღარ გვჭირდება. საერთოდ იდეაში შეგიძლიათ საერთოდ არც იყიდოთ ეს დეტალი, რა ვიცი, რისთვის ასაჭირო არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი. კარგი, გადავდეთ გვერდზე, აღარ გვინდა. დროებით ახლა მე ლულას გავწევ, აღარ გვჭირდება სადემონსტრაციოდ. გადავიდეთ თვითონ ქრონოგრაფზე. Так, ну ეს 3 წელი პატარა მართული შესაერთებელი ჩანს, ეს არის ინტერფეისი კომპიუტერთან შესაერთებლად, თუ გინდათ მონაცემები გადაიტანოთ. თვითონ ქრონოგრაფი შედგება 2, თქვათ, ფოტოელემენტისგან. ერთი თავში, მეორე ბოლოში. ჩასართავად, გამოსართავად და ოპერაციისათვის აქვს 3 ღილაკი, სხვათა შორის ეკრანზე სპეციალური დამცავი, ასე ვთქვათ, ცელოფანი აქვს დაკრული, ამიტომაც ეს 4-იანი ამოსულია ეკრანზე. შემდეგ პატრონი ალბათ მოაცილებს, იმედია ამას. ნუ რა თქმა უნდა, ამის მერე უკვე შედარებით თავისუფლად გამოჩნდება წარწერები მონიტორზე. ახლა დავიწყოთ მუშაობა, როგორ იწყებს ეს ქრონოგრაფი მუშაობას. ჯერ უნდა დავაჭიროთ ამ RST ღილაკს, აი ესე ჩაერთვება. და როდესაც კუთხეში წერია ready, ესე იგი მზად არის უკვე სროლისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისვრით ტყვია ამ ადგილზე გაივლის და დაიწერება შესაბამისად სიჩქარე, მაგალითად 85 მეტრ წამი. არ ვიცი რა ტყვია გავისრული, მაგრამ რაღაც საინტერესო ინფორმაცია წერია. კარგი ბატონო, დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს RST ღილაკს. ესე იგი ეს არის ჩართვა, ასევე დიდხანს დააჭერთ ტესტირება, ყველაფერი გამოიტანოს ეკრანზე და ბოლოს რა თქმა უნდა ჩაკრობა. თუმცა
გარდა ამისა, ეს ხილაკი კიდე დამატებით სხვა ფუნქციებსაც აკეთებს, ამაზე მოგვიანებით. მოკლედ ჩავთეთ, იწერება ესეთი ვარიანტი, ხედავთ შუაში 3 ცალი ხაზი რომა. ეს მიმანიშნებელია, რომ მეტრულ სისტემაში მუშაობს ახლა ქრონოგრაფი. როდესაც აი 3 ხაზის მოგირო წერია მხოლოდ ზედა და ქვედა ხაზი, შუა ხაზი არ არის, ამ შემთხვევაში უკვე ასე ვთქვათ, ფუნტ per second ან დიუმების სისტემაში მუშაობს ქრონოგრაფი. იმისათვის, რომ ქრონოგრაფი გამოვიყენოთ, ნუ გასაგებია ამ რეჟიმში უნდა ვიყოთ, ანუ ready უნდა იჭეროს, გავისროლეთ და იწერება რაღაც სიჩქარე. ცოტა შორს ზემო დააკვირით, აი კუთხეში legal რო წერია, ამას ცოტა მოგვიანებით აგიხსნით რა ჭანდაბაა ესა. იმისათვის, რომ მეორე გასროლა გააკეთოთ, ახლა პირდაპირ რო გაისროლოთ, ეს მონაცემი არ შეიცვლება. საინტერესო ფაქტია, ამისათვის, რომ მეორე გასროლა გავაკეთოთ, უნდა დავაჭიროთ ისე RSTS, ისე დაბრუნებით ready სისტემაში, გავისროლოთ მეორეს, ნუ მივიღებთ კიდე მეორე სიჩქარე და ასე შემდეგ. ცოტა მოუხერხებელია, როდესაც თვითონ არ გადაეცა ავტომატურად, შეიძლება მე რაღაცა გამოვტოვე, რა ვიცი, მე ეგეთ დავდებ მთლიან ინსტრუქციას, თქვენ ხელთ იქნება და თუ რამე ახალს იპოვით, ძალიან კაი და სასიამოვნო იქნება. კარგი ბატონო, გავაგრძელეთ. ესე იგი FPS ხილაკზე დაჭერით. ჩვენ ვიღებთ ხოლმე რა სიჩქარე იყო ბოლო გასროლაზე. შეგვიძლია დავაჭიროთ, არ გაუშვათ ხელი, მივიღებთ ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი სიჩქარე რა იყო. კიდე თუ არ გაუშვებთ ხელს, შემდეგ დაგვიწევს ყველაზე დაბალი რა იყო და ბოლოს იქნება საშუალო არითმეტიკული სიჩქარე რა გქონდა. გარდა ამისა გვაქვს ესეთი ხილაკი PDS. ეს გვიჩვენებს ფუნტებს, ანუ ფუნტ რაღაც არ ვიცი ზუსტად რა ჯანაბაა და როგორ იკითხება ინგლისურად. ჯამში რამდენი ფუტ ენერგია გააჩნია თქვენს მიერ გასროლ ტყვიას. ნუ რა თქმა უნდა შეიძლება იყოს PDS-ში, შეიძლება ჯოულებში, აღრიცხული ამის მიხედვით მეტრულს მიუთითებთ თუ დიუმების სისტემას. ამ შემთხვევაში ახლა მე ჩემს გასროლ ტყვიას 85 მეტრ წამში ქონია სულ რაღაც 2.57 ჯოული. ასე ვთქვათ, ნორმალური ერთ და ინგლისური ვარიანტით შეიძლება დაგვიწეროს legal. ნებადართულია, შეიძლება ასეთი ტოპით მუშაობა. კარგი. ეხლა როგორ შეიძლება კიდე რაღაცები დავაპროგრამებთ ამ ქრონოგრაფში, იმიტომ რომ რაღაც კომპიუტერული ინტერფეისი თუ აქვს, ესე იგი დამატებით რაღაცები შეუძლია. ამისათვის ჯერ დავბრუნდები საწყის მდგომარეობაში ready წერია. დავაჭერ ისევ RST-ს, არ უშვებ ხელს, ჩაქრება ეკრანი, ისევ არ უშვებ ხელს და ცოტა ხანში გამოიტანს. წონა, ტყვის, ევროპული სტანდარტი იყოს თუ დიუმების სტანდარტი, რამდენი ენერგია იყოს ნებადართული, სიჩქარის მომატება დაკლება ქრონოგრაფით და კომპიუტერთან შეერთება, ჩაქრა. მოდი სათავოდ ყველა განვიხილოთ. ვთქვათ, დავაჭირე და გადავედით ტყვის წონაზე. აქ შეგვიძლია PDS-ით მივუთითოთ, ვთქვათ, რამდენ გრამიანი ტყვია არის. ვთქვათ 0.67-იანი ყველასაც საყვარელი CP 10.5 გრამებში არის 0.67, ნუ შეიძლება 0.60 რო გააჩინე როგორ ანაირ თავთვლით იქ რაღაც მილიგრამებში განსხვავება არის. თუ ჩვენ გვინდა თქვათ 6-იანი შევცვალოთ, ანუ მიათედები შევცვალოთ, ამ შემთხვევაში ვაჭერთ ამ PDS, გადავედით და უკვე შეგვიძლია თქვათ აი ეს ციფრები შევცვალოთ. თუ თქვენ გინდათ მთლიანი ციფრი შეცვალოთ, მაშინ კიდევ ერთხელ აჭერთ PDS და უკვე ხედავთ რომ მთლიანი ციფრი იცვლება. რა თქმა უნდა, ახლა გრამებში პნევმატიკისთვის ახლა 9 გრამიანი, ანუ თითქმის 9.99 შეიძლება ჩაწეროთ რა ჯანაბად გინდათ, არ ვიცი, მაგრამ ნუ გვაქვს შესაძლებლობა. კარგი, მოდი ეს ჩამოვაგდოთ, იყოს ესეთი ვარიანტი. გადავედით შემდეგ პარამეტრზე. ანუ ჩაქრა, აინთება ახლა გრამები, შემდეგ გადავდივართ ევრო. ევროპული სისტემა იყოს, ანუ მილიმეტრული სისტემა იყოს და კილოგრამების სისტემა იყოს, თუ დავაჭერთ FPS და გადავდივართ GB, Great Britain, ანუ ფუნტები, ფუტები და ასე შემდეგ. აქაც შესაძლოა შეგიძლიათ ისე გადაერთოთ რომელზეც გინდათ. თქვათ ესეც ავირჩიეთ, გადავიდეთ შემდეგ პარამეტრზე. წონა ჩაერთვება ახლა ისე ევროპული თუ ბრიტანული და ნებადართული ენერგეტიკა. აქ შეგიძლიათ უკვე ისე FPS და PDS ხილაკების მეშვეობით ცვალოთ მონაცემები. ჯამში ხა აქ შეგიძლიათ მივხვდეთ რამდენი ენერგია იქნება ნებადართული. თქვათ 14.35. ამ შემთხვევაში თუ გასროლი ტყვის ენერგეტიკა არ აღებანტება ამ წარწერას, то есть ამ ჩანაწერს, მაშინ რა თქმა უნდა ზემოთ აი კუთხეში legal როგორ წერებულ და ისევ legal დაიწერება ხოლმე. ხოლო თუ ამ მაჩვენებელს აღემატება, მაშინ უკვე დაიწერება FAC. ბევრი FAC ვერსიას კითხულობს, ეს არის Firearm Certificate, ანუ ცეცხლსასროლი რაღაც სერტიფიკატია უკვე საჭირო.
Так, ესეც გავიარეთ. ნუ ჩავთვალოთ, რომ იყოს თქვა ეს პარამეტრები, გასაგებია რომ PDS-ით უკვე სხვადასხვა ღილაკებზე დავდივართ, სხვადასხვა ციფრებზე დავდივართ. გამორთოთ ისევ და შემდეგი პარამეტრი ვნახოთ. საკმაოდ უჩვეულო პარამეტრია, რამდენად საჭიროა არ ვიცი. ეს ღრუბელი რო დაეწერა. ეხლა რა ხდება? თუ ჩვენ აქ მნიშვნელობას ჩამოვიყვანთ 0-ზე, მაშინ ქრონოგრაფი 1%-ით უფრო ჩქარად ათვლის მონაცემებს. სიჩქარეს თქვი ისას. რამდენად მართებული არ ვიცი, ახლა ყველა შეცვალა მონაცემი არ წარმოადგენდეს რეალურს, არ ვიცი. თუ აიყვანთ 199-ზე მნიშვნელობას, მაშინ 1% უფრო ნაკლები სიჩქარით გაზომავს თქვი სიჩქარეს. ესეც რა საჭიროა ინფორმაციის დამახინჯება ვერ ხდები. თუ მნიშვნელობა არის 100-ზე ან 0-ზე, მაშინ არაფერი არ იცვლება და როგორც იყო, ისე უნდა იყოს, ანუ ორიგინალ ინფორმაციას დათვლის. გამორთოთ, გადავიდეთ შემდეგ ღილაკზე. ანუ ისე წონა, ევროპული თუ ბრიტანული სტანდარტი, ეს გაუგებარი ლიცენზიები, შემდეგ გაუგებარი აჩქარება და SND, ანუ send კომპიუტერისთვის ინფორმაციის გადაცემა. ნუ სპეციალური კაბელი თუ გაქვთ ასე ცალკე ნაყოფით, შეგიძლიათ უკვე მერე ინფორმაცია გადასცეთ, გადმოსცეთ უკვე კომპიუტერს. კარგი ბატონო, დავუბრუნეთ საწყის ვარიანტს. FSP განვიხილეთ, ანუ გვიჩვენებს ბოლოს სიჩქარეს, მერე გვიჩვენებს უკვე ყველაზე მაღალს, მერე ყველაზე დაბალს და მერე საშუალო არითმეტიკულს. ახლა გადავიდეთ რა ჯანდაბას აკეთებს PDS-ი. PDS თუ დავაჭერთ, უკვე გვიჩვენს რა სიჩქარე, თუ ის რა ენერგია ქონდა ჩვენს გასროლილ ტყვიას და როგორც ხედავთ, ზემოთ წერია legal, ანუ სწორი არის ყველაფერი. თუ თქვენი მეხსიერება ასე თქვა გადავისო და აღარ გჭირდებათ, ანუ ახალი მონაცემები გჭირდებათ, ამ შემთხვევაში უნდა დაჭიროთ აი FPS და PDS ინფორმაციას, თუ ის ღილაკს ორივეს ერთდროულად დაიწერება ნოლები. ზო, ინფორმაცია ჩამოყრილია, აღარაფერი აღარ არის შენახული. გამორთოთ, შეგვიძლია მე ხელახლა ჩავთოთ. და ბატონო ნოლებია უკვე, გინდა ენერგეტიკა, გინდა სიჩქარე. არაფერი აღარ არის, თავიდან დაიწყებს ათვლას, ყველაფერი თავიდან ჩაიწერება. უხეშად რო თქვა, სულ ეს არის. დანარჩენი ხა შემოწმება და რაღაცები უკვე ცალკე, თლიანად მოხილვაში იქნება. Thanks for watching. დანარჩენი მერე ვნახოთ. კარგი ბატონო, მორჩა ვიდეო სესია.